საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის მოქალაქე გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განხილვა დაიწყო. თბილისის ყოფილი მერის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159 მუხლისა და ამავე კოდექსის 160 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. მხარეთა მოსმენისა და საქმის მასალების განხილვის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გიორგი უგულავამ დღესვე ასევე დააყენა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159 მუხლის საფუძველზე შესაძლებელია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, ხოლო 160 მუხლის მეორე წინადადება ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ბრალდებულის დასწრების გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა არსებითი განხილვა გიორგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რაც დაკავშირებულია არჩევითი თანამდებობის პირის სასამართლო წესით გადაყენებასთან დაკავშირებით. სრულად გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მოსაზრებები და სწორედ იმ მუხლებთან არ მიიღო წარმოებაში, რომელთანაც დაკავშირებითაც წარმოადგინა პარლამენტმა მოსაზრება, რომ არ იყო მისაღები. ესენი არის კონსტიტუციის 28 მუხლის პირველი პუნქტი, 30 მუხლის პირველი პუნქტი და 39 მუხლი.